ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება ღრმავდება თავდასხმებისა და მწვავე კრიტიკის სამიზნეების პოლიტიკური ძალები არიან, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ შეცვალეს. ლელოსა და გიორგი გახარიას პარტიის მიმართ რიტორიკა კიდევ უფრო გამკაცრდა. ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგების გამო, რომლის მიხედვით ხაზარაძე ჯაფარიძის პოლიტიკური ძალები, ასევე გიორგი გახარიას პარტია მმართველი პარტიის შემდეგ მეორე მესამე ადგილს ინაწილებენ. ორივე პარტიას ხელისუფლების სცენარით მოქმედებაში ადანაშაულებენ. მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტირების მომხრე პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ბრალდების ადრესატებთან ცოტა ხნის წინ საერთო ოპოზიციურ ფორმატებში აქტიურად თანამშრომლობდნენ. ამ ფონზე კიდევ ერთხელ აქტიურდება გაერთიანებისკენ მოწოდებები. ოპოზიციური ერთობისა და წინააღმდეგობის ერთიანი მოძრაობის შექმნის ინიციატივას ციხიდან ამჯერად სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი აღღერებს. საპარლამენტო არჩევნებიდან 9 თვის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი კვლავ ძალების გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს. ზურაგ ჯაფარიძის შემდეგ მოწოდება საპატიმროდან წერილობითი ფორმით გაავრცელა სტრატეგია აღმაშენებლის დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ. წერილში ვკითხულობთ, რომ ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად უნდა გაერთიანდეს ყველა. მათ შორის სამოქალაქო მოძრაობები და საპროტესტო ჯგუფები ვინაიდან. წერილის ავტორის მტკიცებით, საქართველო მათი გაერთიანების გარეშე ვერ გაიმარჯვებს. ერთიანობის რა პოტენციალი აქვს ოპოზიციას მაშინ, როდესაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ბარი არ გადალახული 4 პარტიიდან 2 ლელო და გახარია საქართველოსთვის ვაშაძის მოწოდებაში დიდი ალბათობით არ მოიაზრებიან, რთული სათქმელია. მეტიც, ჯაფარიძე, ხაზარაძის და გახარიას პარტიები თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების გამო პოლიტიკური თავდასხმის ობიექტებად იქცნენ. მათ მიმართ ბრალდებების კასკადი ძირითადად ქართული ოცნების სასარგებლოდ მათ მოქმედებას შეეხება. ეს აზრი ამავე არჩევნებში მონაწილეობის მოწინააღმდეგე ოპოზიციას კიდევ უფრო გაუმყარა ბოლოდროინდელმა კვლევამ, რომელიც, როგორც ირკვევა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ოპოზიციის მხრიდან მოპოვებულ რეიტინგებს არ ემთხვევა. კითხოთ ბიძინა ივანიშვილს, რატო გადაწყვიტა, რომ მეორე ადგილზე დაწეროს თაბახის ფურცელზე სხვა ოპოზიციური პარტია. ეს ბიძინა ივანიშვილის შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დონეზეც არ არის, დინარაძის და კობახიძის დონეზე თაბახის ფურცელზე მოჭղაფნილი რაღაც კრეტინიზმია. ვინც ყველაზე მეტად იზიზღება იმ პარტიის და ვისგანაც ყველაზე მეტ საფრთხეს გრძნობს იმ პარტიის დამცირებას ცდილობს. ეხლა შემიძლია არ ვიცი, შემომაწოდონ თაბახის ფურცელი, დავწერო ციფრები და ვთქვა, რომ ეს არის კვლევა. საპარლამენტო არჩევნებში ჩატარდეს ხვალო, ვის მიცემდით მას ეკლევა მაგისია და ეგ თუ არ აწუხებთ და არ აწვალებთ, მაშინ აი მელანს რატო ხარჯავდნენ ბოლო-ბოლო, მაგრამ ხარჯავდნენ იმიტომ, რომ ეს ფიქრები უტრიალეთ თავში. ამიტომ ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გულანძღავდნენ, უნდა ფიქრობდნენ, რომ თვითონაც იყვნენ ფორმაში, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ რომ არჩევნებისთვის ვემზადებთ. რომელ პარტიას რა წონა აქვს, საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ხელისუფლებიდან წასვლიდან მომდევნო 12 წლის განმავლობაში ოპოზიციურ რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ლიდერობა დაკარგა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. პირველობა მას ისევ და ისევ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა, გვარამია მელია გირჩიდროას ერთობიდან წაართვეს, რომლებმაც ახალი კოალიციური პარტია სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დააფუძნეს. მართალია რეიტინგები და პარტიის სახელწოდებები მათ შემთხვევაში განსხვავებულია, თუმცა პოლიტიკური შეხედულებები მსგავსია. საერთო აზრზე არიან მერების და საკრებულოების არჩევნებში არ მონაწილეობის საკითხზეც და აპირებენ დაარწმუნონ სამიზნე მოსახლეობა არ მიიღონ მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში. ეს თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ არჩევანი არ გააკეთოს არც ოპოზიციის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში ლელოს და გახარია საქართველოსთვის, თუმცა ისინი კოლეგების მხრიდან გახსნილი წინააღმდეგობის ფრონტის მიუხედავად საერთო კანდიდატებზე მსჯელობას განაგრძობენ და საკუთარ შესაძლებლობებშიც დარწმუნებულები არიან. ცდილობთ ვიპოვოთ ნეიტრალური აპარტიული კანდიდატები და ისეთი კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ექნება და მეორე ესეთ კანდიდატებს რაც ვერ ვიპოვით, ერთმანეთის კანდიდატებთან კონკურენციაში არ შევიდეთ და ერთმანეთს დაუჭიროთ მხარ. მართალია ოფიციალურად მერობის კანდიდატები ჯერ არც ერთ პარტიას დაუსახელებია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქში მმართველი პარტიის მხრიდან კვლავ კახაკალაძის კანდიდატურა განიხილება. ქართული ოცნება 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მოგებაშიც დარწმუნებულია და მის დასადასტურებლად კვლევას იშველიებს, რომელზე დაყრდნობითაც ერთი მხრივ აცხადებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მმართველი გუნდის პოლიტიკის მომხრეა, მეორე მხრივ კი ოპოზიციურ რეიტინგებსაც აფასებს და ამბობს, რომ საზოგადოება
მოსახლეობას რადიკალიზაცია არ აინტერესებს. გავეცანით დეტალურად გორბის კვლევას, ეს კვლევა აჩვენებს ძალიან კარგად იმ პოლიტიკურ განწყობებს, რაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის იმასაც, რომ ქართულ ოცნებას არ ყავს რეალური ალტერნატივა, რეალური პოლიტიკური ოპონენტი ქართულ სივრცეში და ასევე აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქართული ოცნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ასევე იმედიანად არის განწყობილი მომავალთან, მათ შორის ქართული ხელისუფლების მიერ დაგეგმილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ქართული ხალხი დარწმუნდა, რომ მშვიდობის პირობებში და სწორი გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში კეთილდღეობა აუცილებლად გაიზრდება. ეს მუდმივი ბოიკოტის რეჟიმი და მუდმივი რეჟიმი იმისა, რომ მე არაფერში მონაწილეობას არ მივიღებ, რა თქმა უნდა, არაპოპულარული ხდება დღითიდღე. იმ პარტიებმა, რომელებმაც უფრო მეტი წინდახედულება გამოიჩინეს, ან გამოაჩენინეს ეს წინდახედულება და თქვენს, რომ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, ანუ შევიდეთ იმ ურთიერთობებში, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რა თქმა უნდა, უფრო წარმატებული იქნებოდა ჩვენი მოსახლეობის თვალში. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციიდან იაგო ხვიჩიას გირჩიც აპირებს. პარტიებს მონაწილეობასთან დაკავშირებით პოზიციები ზეპირსიტყვიერად აქვთ გაჟღერებული. სარეგისტრაციო ფანჯარა ცესკოში ღია აგვისტოს პირველ კვირამდეა.